სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი დღისათვის. ყველას მოგილოცავთ ყველა წმინდა ღვთისმშობლის შობის დღეს და ღმერთმა მრავალს დაგვასწროს, ესე იგი ამ წუთის სოფელშიც და არადიულად გვეზეიმოს მისი შობის დღე. თქვენ მოისმინეთ დღევანდელ სახარებაში ასეთი სიტყვები იყო: მაცხოვართან მიდის ერთ-ერთი რჯულის მეცნიერი. რჯულის მეცნიერმა წესით უნდა იცოდეს ის, რასაც ეკითხება მაცხოვარს, მაგრამ როგორც მოციქული ამბობს, გამოსაცდელად მიდის. და ეუბნება, რომ რომელი არისო ყველაზე დიდი მცნება რჯულში. და უფალი ეუბნება, რომ ყველაზე დიდი და პირველი მცნება არის, რომ შეიყვარო უფალი ღმერთი შენი ყოვლით და გულით და შენით, ანუ მთელი გულით შეიყვარო, მთელი სულით შეიყვარო, მთელი შენი გონებით და ძალით შეიყვარო. ეს არის პირველი მცნება. მეორე ამისი მსგავსია არისო, რომ შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავისთვის. ღვთის სიყვარულს ადამიანი ვერ შეძლებს, თუ მოყვასი ვერ შეიყვარა. ესეც სახარებიდან არის, მოციქული ამბობს, რომ თუ ვინმე ამბობსო, რომ მე ღმერთი მიყვარსო და მოყვასი არ უყვარსო, ის ცრუობსო, რადგან ღმერთი, რომელიც არ უხილავსო, როგორ შეძლებს იმის შეყვარებას, მაშინ როდესაც ადამიანი, რომელსაც ხედავს, ის არ უყვარს. მაგალითად არიან დედმამიშვილები. და თუ ადამიანმა ვერ შეძლო, რომ თავისი დედმამიშვილი შეიყვაროს, ის ვისთანაც ერთად გაიზარდა და სხვას ეტყვის, რომ მე შენ ასე მიყვარხარ, ისე მიყვარხარ, ვინ დაიჯერებს? არავინ არ დაიჯერებს. იმიტომ რომ სიყვარულის ასპარეზი თავის დედმამიშვილთან უფრო მეტი ჰქონდა. სიყვარული რა არის? რომ შენ დათმო რაღაცა მისთვის სასიკეთოდ. შენ ასე ფიქრობდი, მაგრამ ის რომ ფიქრობდა, ისე გააკეთებ, იმიტომ რომ შენ დაუთმე და გიყვარს, ესე იგი და ესეთი ასპარეზი დედმამიშვილებს შორის ძალიან დიდია, ფართოა ეს ასპარეზი. ძალიან ხშირად მოხდება რაღაცა პატარაობიდან დაწყებული, ესე იგი სათამაშოთი დაწყებული, ესე იგი სახლებით და ნაკვეთებით დამთავრებული. ეს ასპარეზი ძალიან დიდია და ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ძალიან ცუდად არის ხოლმე საქმე. რატო ვამბობ ახლა ამას? თუ ის არ გიყვარს, ვისაც ხშირად ხედავ, როგორ შეიყვარებ იმას, ვინც საერთოდ არ გინახი? შეუძლებელი. ამიტომაც თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ ღმერთი შეიყვაროს, ღმერთის სიყვარული სწორედ მოყვასის სიყვარულზე გადის. იმიტომ რომ უფალი ამბობს, ვისაც მე ვუყვარვარო, ჩემი მცნებები დაიმარხოს. ანუ ჩემი მცნებები დაიცვას. უპირველესი მცნება ღვთისა სწორედ ეს არის, რომ შეიყვარო ღმერთი. და ღმერთს როგორ შეიყვარო? შეიყვარო მოყვასი შენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ ადამიანი ამას არ ცდილობს, მაშინ ტყუილია, ის თავს მოიტყუებს, თქვას, რომ მე ღმერთი ასე მიყვარს, ისე მიყვარს ღმერთი. თუ ადამიანს არ პატიობ, თუ ადამიანის არ გესმის, თუ ადამიანს ვერ გაუგებ, ვერ დაუთმობ, ვერ გაითვალისწინებ სხვადასხვა შემთხვევებში. ჩვენ ხშირად მოგვისმენია, ესე იგი ერთმანეთისაგან. ან იქნებ ზოგჯერ არ გვითქვამს, მაგრამ გვიფიქრია, რომ მე აქ ვერ მიგებენ. მე აქ არ მაფასებენ დაუშვათ. არ გაითვალისწინეს ჩემი ნათქვამი. ან მაწყენინეს, ან ცუდად მომექცნენ. რო დაფიქრდეს კაცი, ქრისტიანმა ეს ფიქრები უნდა ამოიგდოს თავიდან. რაც უფრო მალე ამოიგდებს ამ ფიქრებს თავიდან, ამ განწყობას, მით უფრო ნაკლებად დაზარალდება თავად. იმიტომ რომ ეს ილუზია, რომ ვიღაცამ ჩვენ უნდა გაგვიგოს, ვიღაცამ დაგვაფასოს, ვიღაცამ გავვითვალისწინოს. ქრისტიანის მიდგომა ეს არ არის. ქრისტიანი პირიქით თავის თავს უნდა სთხოვდეს. მე რამდენად გაუგე სხვა ადამიანს, რამდენად დავაფასე, რამდენად დავეხმარე, რამდენად მიუტევე, დაუთმე და ასე შემდეგ. ქრისტიანი ამას უნდა ფიქრობდეს. იმიტომ რომ ქრისტე იმიტომ კი არ მოვიდა, ჩვენ ხო ქრისტიანები ვართ, ქრისტეს მიმდევრები.
იმიტომ კი არ მოვიდა ამ წუთის სოფელში ღმერთი ადამიანად კი არ მოვიდა ნახეთ აი დღევანდელ სახარებაში როგორ ეწერა ღმერთმა ისე შეიყვარა ეს სოფელიო რომ თავისი მხოლოდ შობილი ძეც კი გამოგზავნა რომ ჩვენთვის ჯვარცმულიყო და ის იმიტომ კი არ მოვიდა რომ ჩვენ დაგვეფასებინა ჩვენ გაგვება მისთვის ჩვენ დაგვეთმა მისთვის ის იმისთვის მოვიდა რომ ჩვენთვის ჯვარცმულიყო და თუ ადამიანს ქრისტიანობა უნდა მაშინ ქრისტეს უნდა მიბაძოს სხვანაირად ქრისტეს მიმდევარი ვერ იქნება ასე რომ ეს ყველა ადამიანი არ უნდა იტანჯავდეს თავს ამის ფიქრებით რომ ვიღაცამ ვერ გაგვიყო რა მოხდა რომ ვერ გაგვიყო მაგრამ აი სადაც ჩვენ ვერ გავუგეთ აი იქ უკვე მოხდა თუ ქრისტიანულად ვფიქრობ სადაც ჩვენ არ გვაპატიეს იქ მართლაც რა მოხდა ეს ბუნებრივი ამბავია მაგრამ სადაც ჩვენ ვერ ვაპატიეთ იქ უკვე ადამიანმა უნდა თქვას რომ იქ მართლაც მოხდა და ძალიან ცუდი რაღაც ხდება უკვე ესე იგი მე რაღაცა არასწორი გზით ვითარდები არასწორი გზით მიდის ჩემი სულიერი ცხოვრება და უფალი ამბობს რომ მე ვარ გზა ჭეშმარიტება და სიცოცხლე და იქნებ იმ გზას ავწდით მაშინ როდესაც ჩვენ ეს ფიქრები გვაქვს აი მაგალითად ერთი რაღაც მიხსენებდი სამწუხაროდ ვეღარ გავიხსენე სახელი მანდილოსნისა ეგვიპტეში თებაიდაში არსებობდა ძველად ტაბენესის მონასტრები იყო მამათა მონასტერიც იყო დედათა მონასტერიც ანუ ნილოსის ერთ მხარეს ერთ ნაპირზე იყო მამათა მონასტერი მეორე მხარეს იყო დედათა მონასტერი თუ ვინმე გარდაიცვლებოდა ეს მამები ამ დედათა მონასტერში არ მოდიოდნენ მოდიოდა მარტო ის ვისაც წირვა უნდა აღესრულებინა და თუ რომელიმე მონაზონი გარდაიცვლებოდა იყო ასეთი წესი რომ ნავით გადაიყვანდნენ იქით რომ ამ წესი აგებულიყო დაკრძალულიყო და ასე შემდეგ ამ მონასტერში ცხოვრობდა ერთი მანდილოსანი რომლის სახელიც მე ახლა დამავიწყდა ზოგადად ვერ გავიხსენე მოკლედ ყველა ჩაგრავდა სხვა მონაზვნებისგან განსხვავებით მას ჩვეულებრივი მანდილი ჰქონდა თავზე წაკრული და ესე იგი ყველა ჩაგრავდა ყველა აბუჩადიგდებდა დასცინოდნენ აი რომ არაფრად არ მიაჩნიათ რაღაცა და სხვებს რო გონიათ რომ თვითონ არიან დიდი მოღვაწეები და ყველაზე მაგრები და იყო ერთი დიდი წმინდა მამა იმ პერიოდში პიტირიმი ერქვა იმ წმინდა მამას წმინდანია წმინდა პიტირი ერთხელ მას ჰქონდა გამოცხადება რომ ის მართლაც დიდი იყო მაგრამ მისი სიმდაბრიდან გამომდინარე მას ჰქონდა ასეთი გამოცხადება რომ აიო შენ რომ შენი თავი ასეთი და ასეთი გონიო წადიო გადადი დედათა მონასტერშიო და იმ ხილვაში მან იხილა რომ ერთ-ერთ მონაზონს ჩვეულებრივი მანდილი ჰქონდა წაკრული თავზე და აი ის არისო ყველაზე დიდიო და შენზე დიდიცო და ყველაზე მართლაც ერთ დღეს ჩავიდა ამ მონასტერში და წინამძღვარს თხოვა რომ მონაზვნებს დაუძახე მოვიდნენ რომ ერთად ვილოცოთო დაუძახეს ილოცეს ათვალიერებს და არ არის ის ვისაც ეძებს არისო კიდევ ვინმე მონასტერშიო და მან ისინი ამბობენ რომ არაო არ არისო თუმცა მე გაახსენდათ აი როგორც იესეს გაახსენდა დავით მეფე პატარა რომ სამუელ წინასწარმეტყველი რომ მივიდა მეფეთ რომ უნდა ეკურთხებინა და არა აქედან არც ერთი არ არისო ღმერთმა არც ერთზე არ დამიდასტურავდა კიო ყავსო ერთიო ცხვარშიო და მოიყვანეს ეს პატარა ბიჭუნა მაშინ დავითი და აი ეგ არის ეგ უნდა იყოს ღმერთიო რადგან ღმერთი ადამიანის გულს უყურებსო და კაცი ადამიანის სახეს უყურებსო და აქაც ესე არაო არა ყავსო არამედ თუმცა ერთი სულელი ყავსო მიდითო დაუძახეთო და მოიყვანეს ეს მათ მიერ სულელად შერაცხილი და წმინდა პიტირიმმა დაიჩოქა და უთხრა რომ დამლოცეო დედაო და ეუბნებიან მამაო ეგო სულელიაო ის დაუჩოქეო რასაკეთებ სულელებიო ჩვენ ვართო ისე ჩვენი დედა არისო ყველასი და ამ მანდილოსანმაც დაიჩოქა და თავად ითხოვა როცა კურთხევა მისგან ერთად ილოცეს და მე ყველა ნანობდა რომ მეო მასო რაღაცა მუშტი ჩავარტყიო
მე მას ასეთი სიტყვა უთხარი, ასე დავცინეო და ყველა შენდობას ითხოვდა, რომ აღმოაჩინეს, რომ ძალიან დიდი იყო ეს და ის მათთან ერთად არასოდეს არ იჯდა ტრაპეზზე და არ ტრაპეზობდა, არ ჭამდა კურს, ესე რომ თქვა გასაგებად. რაც თუ რამე მორჩებოდათ, იმას ჭამდა, თუ რამე საძნელო და ისეთი საქმე იყო არასასიამოვნო, თვითონ აკეთებდა ამას და არასოდეს არ ჩანდა და ყველა სულელად თვლიდა. და აი დადგა დღე, რომ გაიგო ყველამ, რომ ის მართლაც დიდი მოღვაწე იყო. მაგრამ მთავარი ის არის, მერე რაც მოხდა. მეორე დღეს იმ მონასტერში ის ვეღარავინ ვეღარ ნახა. წავიდა და ამის ავტორი წმინდა პალადი ამბობს, რომ წავიდაო და ჩვენ არ ვიცით სად წავიდაო, მაგრამ სადაც წავიდაო, ალბათ იქაც ესე გააგრძელა ცხოვრება. ახლა ხო შეიძლება იფიქრა, რომ აჰა, უკვე გამიგეს, დამაფასეს, რაღაცა ჩამიხსნა, როგორი მოღვაწე ვარ. მაგრამ აი ამან მას უფრო ალბათ სული დაუმძიმა და წავიდა იქ, სადაც მას არავინ არ იცნობდა და სადაც მას ისევე აღუჩა დაიგდებდნენ, როგორც მანამდე. და ეს არის ქრისტიანობა, აი ამან გვაჩვენა მაგალითი ქრისტიანობის. და ზოგჯერ ჩვენ ესე იგი ერთმანეთს რომ თავს გადავამეტებთ და გონია რომ მე იმაზე კარგი ვარ, რა იცით რომ იმაზე კარგი ხართ? არავინ არ იცის, რა ვიცით რომ იმას ჯობი ვარ? ვინ ვიცით ერთმანეთის გულის ფიქრები? ვინ ვიცით თუ ვის შესახებ რას ფიქრობს უფალი? ვიცით, არ ვიცით. ამიტომ ჩვენ რო გონია რაღაცას წარმოადგენთ, შეიძლება სინამდვილეში არაფერსაც არ წარმოვადგენთ. შეიძლება სამრევლოში ვინმეზე რო ფიქრობთ, რომ ის საწყალია და რა ეშველება, შეიძლება ის ყველაზე მეტი სინამდვილეში ღვთის წინაშე, მაგრამ ეგ არ ჩანს. ამიტომაც არის ნათქვამი, რომ ასე იგი გარდაცვლილ ადამიანს სამი რამ გააკვირვებსო. გინდა სასუფეველში, გინდა ჯოჯოხეთში მოხვედრილ ადამიანს. ერთი ის, რომ მე როგორ მოვხვდი აქ. ანუ თუ თავისი თავი დიდი რამე ჰგონია, ფიქრობს, რომ მე ჯოჯოხეთში როგორ მოვხვდი. ან თუ სასუფეველში მოხვდა, ფიქრობს, რომ სასუფეველში მხოლოდ ის მოხვდება, ვინც თავის თავზე დიდად არ ფიქრობს. ფიქრობს, რომ მე როგორ მოვხვდი აქ ესეთი უღირსი. მეორე ის გააკვირვებს, ვისაც იქ არ ელოდებოდა და ის მოხვდა იქ. და მესამე ის გააკვირვებს, ვისაც ელოდებოდა და ის არ მოხვდა. ანუ სასუფეველში ვისაც ელოდებოდა, ის ხო ესეთი ღირსეული იყო და ვინ იცის, ღვთის წინაშე იყო ისეთი ღირსეული. ან ვიღაც ჯოჯოხეთში უნდა მოხვედრილიყო, ფიქრობდა. მაგრამ ის თურმე ნანობდა თავის ცოდებს, სხვაგვარი განწყობა ჰქონდა. ამიტომაც აი მონასტრის ისტორიის არ იყოს. ჩვენ იმას კი არ უნდა ვცდილობდეთ, რომ ვიღაცამ გავიგოს და დაგვაფასოს. ჩვენ იმას უნდა ვცდილობდეთ, რომ ჩვენ არავინ არ შევურაცხოთ, არავინ არ დავამძიმოთ ჩვენი ცხოვრებით და ასე შემდეგ. აი დღევანდელ სახარებაში, სამოციქულოში უпростоად ფილიპელთა მიმართ როგორ ამბობს პავლე მოციქული, რომ ეს ზრახვა იზრახებოდნენ თქვენ შორისო. ანუ აი ახლა რაზეც ჩვენ საუბრობთ, რომ ქრისტე ჩვენთვის მოვიდა, რომ ქრისტემ თავი დაიმდაბლა, ხატი მონისა მიიღო, ანუ ადამიანის სახე მიიღო და ადამიანისთვის გააკეთა ეს ყველაფერი. თუ ჩვენ ესე იგი ერთმანეთს ასე მიუდგებით, აი მე გუშინაც ვამბობდი სოფელში, რომ გქონდა წირვა. ჩვენ ესე იგი ძირითადად ასე ვართ, რომ რაღაცა მექანიკურ დონეზე დავიდა ჩვენი ქრისტიანობა. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ასეთ რამეს ამბობს. კეთილგონიერი ქრისტიანი ყოველ საღამოს გამოიკვლევს თავის სულიერ მდგომარეობას. აი როგორც კეთილგონიერი ვაჭარი დაჯდება თვის ბოლოს თუ კვირის ბოლოს აღრაცხავს რა მოხდა, რა მოგება ჰქონდა, რა წაგება ჰქონდა, იქნებ სულაც არღის სამსაქმიანობის გაგრძელება. ასევე კეთილგონიერი ქრისტიანი ყოველ საღამოს უნდა იკვლევდეს თავის თავს. გნებავთ ეს საღამოს ლოცვამდე, გნებავთ ლოცვის შემდეგ, გნებავთ რომ დაწვება ადამიანი და მოსვენებით არის. უნდა იფიქროს იმაზე, რომ რა მოხდა დღეს და უნდა იფიქროს იმაზე, რომ მე თუ შევასრულე ღვთის მცნება,
ანუ თუ მოვეკეცი ადამიანებს დღეს ისე როგორც მე მინდოდა რომ მოგწეოდნენ და დაიწყოს დილიდან საღამომდე განიხილოს ის დღე ვის როგორ მოექცა ვის როგორ უთხრა ვიზე რა იფიქრა და ჩვენ აღმოვაჩენთ რომ იმ დღეს უფრო მეტი შეცდომა გვაქვს ვიდრე რაღაცა სწორად გავაკეთეთ და ამას რო აღმოვაჩენთ ჩვენ გვექნება უკვე გეგმა მეორე დღისთვის რომ რა უნდა გამოვასწოროთ რა უნდა შევცვალოთ ახლა მაგალითად აი სპორტსმენები როდესაც ესა თუ ის ასპარეზობა დასრულდება მე სხედან წვრთნელთან ერთად და განიხილავენ თან ახლა ხო უამრავი საშუალება იქ ვიდეო გადაღება მთელი ამბავი და თითოეული მონაკვეთის განხილვა ხდება იქ რა უნდა გაკეთებულიყო იქ რა ვერ გაკეთდა რა სწორად გაკეთდა და შესანარჩუნებელია და ასე შემდეგ და ეს განხილვა მათ აძლევს შესაძლებლობას რომ შემდეგი ასპარეზობისთვის უკეთესად მოემზადონ და ქრისტიანის ცხოვრებაც ეს და თუ ისინი ამას არ გააკეთებენ ახლა მაგალითად არაერთხელ უყურებენ დაუშვათ ვიღაცას ხდება გინდას მოჭიდავია თუ ფეხბურთელია თუ კალათბურთელი წინასწარ ნახულობენ იმ მოწინააღმდეგის თამაშებს თუ ჭიდაობას თუ ასპარეზობას რათა იცოდნენ ვისთან აქვს საქმე როგორ უნდა მიუწვნენ ამას და ადამიანიც უნდა ეცნობოდეს რა არის ეშმაკის ხრიკები რითი ამარცხებს ის ადამიანს და უამრავია ესეთი მახეები და საცდურები და წმინდა მამათა ნაწერებს მათ ცხოვრებას ქადაგებას რომ კითხულობს ადამიანი იქ ბევრ ამას აღმოაჩენს რომ თურმე ამით შეიძლება ადამიანი წააქციოს აი ასეთი ფიქრით ასეთი აზრით ასეთი განწყობით ასეთი დამოკიდებულებით ადამიანებთან თუ მოვლენებთან იქიდან ბევრ ამას გაიგებს მაგრამ თუ ადამიანი ამას არ აკეთებს მაშინ ის ემსგავსება იმ მოასპარეზეს რომელმაც ერთხელ წააგო შეხვედრა და არ განიხილა რამ მოიტანა ეს მარცხი და თუ არ განიხილავს მეორეთიც დამარცხდება და მეათეთი და ასე და მე ალბათ საერთოდ დაანებებს თავს იმ სპორტს და რატო იმიტომ რომ მისი დაუდევრობა არის მიზეზი ჩვენ ცხოვრებაც ესე თუ ადამიანი ყოველ საღამოს განიხილავს თავის სულიერ მდგომარეობას მასში მოხდება სულიერი ფერის ცვალება მას ეცოდინება ჯერ როგორია ვამბობენ ძველი რომაელები შეიცან თავისენ ჯერ ეცოდინება როგორია რა აქვს გამოსასწორებელი და მე ეცდება რომ იმის გამოსწორება დაიწყოს აი ეს თუ ადამიანი ამას არ აკეთებს მაშინ ის თავს იტყუებს რომ ის ქრისტიანია და მექანიკურად უბრალოდ ხან აღსარებას იტყვის ხან პირს გააღებს და ეზიარება ხან თქნარებით დადგება და ილოცებს ხან უბრალოდ იმიტომ არ შეჭამს რაღაცას რომ უკვე ძალიან მაძღარია თორე განავ კი არ მარხულობს ახლა ეს შეიძლება აი ამას დავაკვირდეთ ჩვენ ამას რომ რა შინაარსით მიდის ჩვენი სულიერი ცხოვრება არა რა გარეგნული ფორმებით არამედ რა შინაარსი აქვს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგვეციოს ესე იგი დაგვიფაროს ჩვენი ქვეყანა დაიფაროს ჩვენი სამრევლო დაიფაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი არის ჩვენი ქვეყანა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყოველთვის ზრუნავს თავის შვილებზე ესე იგი ყველა ქრისტიანზე ყველა ადამიანზე ერთ-ერთი წმინდანის ცხოვრებაშია როდესაც მან სასუფეველი იხილა და იქ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ვერ იხილა წმინდანები იხილა ანგელოზები იხილა და ასე შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ვერ იხილა და გაუკვირდა რომ ნუ თუ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არ არის ზეცაში და მას განუმარტეს და უთხრეს რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მიწაზეა ადამიანთა სულების გადასარჩენად იღწვის თითოეული ჩვენგანი სულის გადასარჩენად იღწვის იმიტომ რომ დედა ახლა როგორ თქვენ დედები შვილებს რო უჭირთ იქ არა ხართ სადაც შვილს უჭირს და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც იქ არის სადაც ჩვენ გვიჭირს მერთმა მისი მფარველობა და მადლი არ მოგვაკლოს არასოდეს ჩვენთან არის ღმერთი